9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მშობლები და მსჯავრდებულების ოჯახის წევრები. ფოტოებით ხელში ისინი 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც აცხადებდნენ, რომ მემორიალთან მისვლის უფლება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ. განმარტეს, რომ მემორიალს დაიცავენ და მიმსვლელებს გააკონტროლებენ. პარალელურად სიტყვიერი დაპირისპირება იყო 9 აპრილის ერთ-ერთ მონაწილესა და აქციების დროს დაკავებული პირების მშობლებსა და მათ მხარდამჭერებს შორის. ისინი 9 აპრილის მონაწილეს ეუბნებოდნენ, რომ კონკრეტული მედია საშუალებებისთვის, მათ შორის პირველი არხის, იმედისა და რუსთავი 2-ისთვის სატელევიზიო კომენტარი არ მიეცათ. მე გეუბნებდო თქვენ აძლევთ არხებს ინტერვიუს. რა შუაშია ჩემთან არხი ქართველია და ველაპარაკები ქართველად. არ არიან ესენი ქართველები, ესენი არიან დასანქცირებულები, როგორც რუსული. როგორ გეკადრება, როგორ შეიძლება ერზე ილაპარაკო ეგეთი რამე, როგორ შეიძლება? ერი არ არის, ეს არის რუსეთის მსახური არხები. ვინ არის რუსეთის მსახური? დასანქცირებულები არიან მაგის გამო. მე თქვენ უფრო აგენტი ხართ, ეხლა შემოსული აგენტ შეკითხვებს მაძლევთ. ნუ აი ამაზეც გეტყობათ. ხელი. მე გეუბნებით სიმართლეს. პუტინს ახარებენ. ხო. აქამდე შეწევიან. კი, დაწმუნებული ბრძანდები? კი. იტყუებია. ო. ხალხს twins ურეცხავ ნატყუა. აი და თქვენ რა გინდათ ამით გააკეთო? სამწუხარო არა, აი ამათაცლებ ინტერვიუ. ქოცების ხირავებული ინტერვიუერი ცნობილი გაგაჩერებენ და გალაპარაკებენ რა. ემსახურებით ქოცებს. უთავმოყარეო. დიდი მადლობა, კარგად გზადდებოდეს.